რობერტ სტურუა და კავკასიური ცარცისტრი არიან განუყოფელი. ხაროთ ვიცი. მე მირჩევდი რომ იყო ყვარყვარე და რობერტ სტურუა. ყვარყვარე გირჩევნიათ? კი. კავკასიური ცარცისტრა იყო მოვლენა. ელოდით რომ ეს წარმატება შეიძლებოდა ქონოდა? არა, პიესა იდიოტური ბოდიშბრეხტთან, მაგრამ მე მსახიობებმაც ბევრი რაღაც გააკეთეს. აი ეგ მინდოდა მე თქვა ძალიან ბევრი დღემდე ამბობს რომ ეს სპექტაკლი რო წარმატებულია, გასაგებია რომ პიესა, გასაგებია რომ რობერტ სტურუა, მაგრამ იყვნენ გენიალური იმ პერიოდის მსახიობების დასი. ფიქრობთ რომ დიდი წვლილია მსახიობების ამ ყველაფერში რომ კავკასიური ცარცისტრა დღემდე გენიალურად რჩება? იცი რა არის, როცა სპექტაკლი არის რაღაც თლიანი, ჰარმონიული, კარგი მსახიობები, კარგი მხატვარი, კარგი მუსიკა, კარგი რეჟისორი, ის ნაწილდება ერთნაირად. აქ არ შეიძლება გამოყო აი ეს ჩემი ჩანაფი, აი როგორც ამას ვიღაცა იტყვის ერთი მონაწილეებიდან. უკვე არ არის მართალი. აი ახლა პეტერბურგი წერს, რომ აი შეიძლება შეიკრიბოს შესანიშნავი დასიო. ძალიან კარგი რეჟისორია, ძალიან კაი მხატვარია. აი ყველაფერი კარგი, იდეალური და მიხვალ სპექტაკლზე და პირველი აქტის შემდეგ კიდე წასვლა. იმას კიდე რაღაც ჯადოსნური ძალა აქვს, ეს მაგია ახლა. აი ამ ბოლო დროს მე მიხდება რაღაც ჩემი მეუღლე ცოტა ვერ მიკეთებს საჭმელებს და მიტყოდი ვერასოდეს ვერ მიკეთებდა. ეწყინება მე ამჟამად მე ვიკეთებ ახლა. და ამიტომ ღამე რომ მოვდივარ, ვიღებ ამ ინტერნეტს და ვკითხულობ როგორი ეს არის მენიუებს ვეძებ ჩემთვის. ბიჭო ამ ღამეს რომ ამას ვუყურებ, ნელა საღერღერი ამეშლება ხოლმე და მომშივდება. დგები დაახლოებით 5 საათზე და უკვე აღარ შემიძლია რომ არ ვჭამო. აი მენიუდან რაღაცას გავიკეთებ და აი აქ ვატყობ რომ ძალიან გავსთია ზამითი ეს მზარეულობა. იქაც ძალიან ბევრს ნიშნავს ადამიანის ხელი. იმიტომ რომ ეხლა რო აიღო ზუსტად არის აღნუსხული ხო ამდენი გრამი ეს ამდენი ის ამდენი წუთი უნდა აცხელო მოხარშო ზოგს გამოდის და ზოგს არა. ისევ კავკასიურ ცარცისტრას მინდა დაუბრუნდე. ერთი ამბავი ვიცი, რომელიც მე მგონი არ გახმაურებულა და მინდა რომ გადავამოწმო რამდენად სიმართლეა. როდესაც ამ პიესაზე მუშაობა გადაწყვიტეთ. მსახიობები გაიქცნენ პირველი რეპეტიციიდან და მერე ინანეს სავარაუდოდ როდესაც ნახეს და მართლა არა, ერთის შემთხვევა იყო მხოლოდ ერთი მსახიობი, რომელსაც უნდა ეთამაშა გრუშეს მეუღლე და აი პარალელურად მას აძლევდნენ მთავარ როლს. ეს არის ეპიზოდი, რომელიც გია ფერაძე ითამაშა ბრწყინვალედ. ხო და მე ვუთხარი რომ აი ასეთი როლი მაქვს შენთვის თქო, ძალიან ეფექტურია. და რა როლია? მე ვუთხარი, ნუ ერთი რაღაცა რომ იქ შეიძლება შენ არ დათანხმდე რომ შენი გბანენ. დედა და ცოლი გბანს. კარგიო. სახში ვკითხავო დედასო. მეორე დღეს ხელზევით უნდა ყოფილიყო შიშველი, კასრშია, ხო? ეს სცენა. კასრში ზის. ხო და მეორე დღეს მოვიდა და მე ვნა ისე დედა ჩემმა მითხრა რომ უარი თქვიო ამ როლზე და რატო და გაცივდები. და მითხრა აი ეს ერთადერთი რაც იყო უარი ვიც მითხრა. არაფერი მithქვამს ის ნაბიჭვარი რომ მომითრიეს ახში. მაგრამ იცოდე მოთმინება დიდხანს არ ეყოფა. შეუძლებელია წინაღუდგეთვით ბუნების ძალას დამასხიდე და დამასხი. ცნობილი მსახიობი იყო იმ პერიოდისთვის? ის არის ძალიან ნიჭიერი მსახიობი იყო. ის როლი არ გამოუვიდა. მე თავს იკლავდა რომ რატო არ დავთანხმდიო. გითხრათ ეს დაუჯერე დედასო. გითხრათ ეს რო ინანა მერე? კი, რატო არა. და ვერ ვიტყვით ვინ არის? არ გვინდა თქვა? არ მინდა ახლა. ცოცხალი არ არის და მე ცოცხალი აღარ არის.